მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ზურაბ ქადაგიშვილი, ვიმყოფებით კახეთში, კონკრეტულად კი სიღნაღის რაიონის სოფელი ზემო მაღარო და აქ თავაზობთ საინტერესო პროექტს, საზაფხულო მეურნეობა მინიმალური დანახარჯებით და რაც თავარია, ყველაფერი საკუთარი ხელებით. გამოცდილება მაქვს სოფლის ყოფაცხოვრებასთან ნული, მაგრამ ჯერა რომ თუ მოვინდომე, ყველაფერი კარგად იქნება. ესე იგი, პირველ რიგში ცარიელ მიწის ნაკვეთზე სუნთლად არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ცივილიზაცია, პირველ რიგში რა თქმა უნდა შევქმნით მოწესრიგებულ ცივილურ საცხოვრებელ ფართს, რომელიც იქნება 9 კვადრატი და დაგვიჯდება ჩვენ სულ რაღაც 600 ლარი. დიახ, არ მოგესმათ, 600 ლარი, ესე კვადრატული გამოდის 66 ლარი. ასევე რა თქმა უნდა შევქმნით მოწესრიგებულ საპირფარეშოს, დაახლოებით დაგვიჯდება ესეც 500-დან 600 ლარამდე. გვაქვს საკმაოდ ისეთი ნაკვეთი ცარიელი, სადაც ჩვენ დავრგავთ ასევე 1000 ძირ პომიდორს რეალიზებისთვის, სხვადასხვა სახის ასევე ბოსტნეულს პირადი მოხმარებისთვის. ხო, და ასევე მთავარი არის ის, რომ ყველაფერი იქნება ჯანსაღად ბიოლოგიურად სუფთა ჯანსაღი, ყველანაირი შხამქიმიკატებისა და ქიმიების გარეშე. გვეყოლება რამოდენიმე სახის ფრინველი და ასევე ცხოველები, მეცინება, მაგრამ მჯერა რომ თუ მოვინდომე, ყველაფერი აბსოლუტურად გამომივა. მეგობრებო, ვნახოთ ერთად თუ რაოდენ საინტერესო და მომგებიანია სოფლის მეურნეობა, აგრო მიმართულება, თუ როგორ რა ხდება. დავაფიქსიროთ ერთად ჩვენი აზრი, დავდებთ შედეგს, თუ არ დავდებთ, თუ როგორ რას ვიზავთ, ყველაფერს შევაფასებთ ერთად. ვნახოთ ასევე რამდენ ახალგაზრდას გაუჩენთ მოტივაციას და დავამსხვრევთ თუ არა იმ სტერეოტიპებს, რომ იცით, აი რაღაც კოლოსალური თანხები ჭირდება საქმის დაწყებას. არა მეგობრებო, მერწუნეთ, სულ რაღაც 2 iPhone 15 პლუსის, ასე ვთქვათ, თანხა ჯდება ეს ყველაფერი, ეს პროექტი. ვნახოთ, თვალიადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდს, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ყველა ფოტო, ვიდეო მასალას აბსოლუტურად თუ როგორ რას ვაშენებთ, რას ვქმნით, ყველაფერს საკუთარი ხელებით, რა თქმა უნდა. ამ ვიდეოს ბოლოს კი თქვენ პატარა ფრაგმენტებს ნახავთ, ვიდეოებს წინასწარ პატარ-პატარა ესეთი საინტერესო ფრაგმენტები გვაქვს ჩასმული. ხოლო შემდგომი სრული ვიდეო კი იქნება ესეთი სახის, თუ როგორი იყო ეს მიწის ნაკვეთი, როგორ გამოიყურებოდა და როგორ შევქმნით პირველ რიგში რა მასალა ვიხმარეთ, როგორ რანაირად საცხოვრებელი ფართი. მეგობრებო, გვაქვს თქვენი იმედი, თქვენი გვერდში დგომა და მჯერა რომ ყველაფერი ნერვიულობ განვიცდი, მაგრამ შინაგანად ღრმად მწამს ის, რომ თუ მოვინდომე, ყველაფერი გამომივა. მადლობა, დროებით. აი ესე გამოიყურება ამ ეტაპზე. პალი არ ჩამოდის, რაც თავარია. ცხელი ჩაი, ვაი, ვუი, საიდან დავიწყო, აღარ ვიცი, დედა. აი ესეთი მომენტი, როდესაც მოგშივდა და ებრძვი ქარს. ოლე. მე მგონი გავიჭედეთ. რა ხდება? რა შეგეკითხებიან რა შვები? ვწნავ. ხო, მე რა იტყვიან დედა რა ლამაზია გაურობაო. თავარი მონდომება. იმედია სოფელს არ ჩაუგრობ ჟუგს. რა კუბი ქვა. სხვა რა გზა გვაქვს? უნდა ვშალოთ. სეტყვა წამოვიდა, მაგრამ ვიცით რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ ნერვიულობ. ბიჭებო და გოგოებო, არ შემარცხინოთ ეხლა.
თქვენი იმედი მაქვს, თავი გეჭიროთ კარგად. აუ მაგრად აწვიმს. ვერაფერი ვერ გამიგია საიდან რა დავიწყო, რა ხდება, რატო, რა ვქნა, წვიმს, ცივა. ახალგაზრდებო გრანულების მერე ქერი ვერა, ხო? ხო, არა, კი, მერე ნამდვილად იტყვიან, რომ იცი, ჯერ ამბავეაო ეს ჯერ ისე პამიდორი რა ღირსო და მერე ეს ბიო პამიდორიო რა ამბავი არისო, იცი. აი, მიმყავს ხო, ყმაწვილები. მოკლედ მეგობრებო, უნდა ესე იგი ჩვენი გოჭები ნიფნიფა და ნაფნაფა უნდა ავცრათ ჭიაზე. კუსას გადასარჩენად ვიბრძვით. ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად. ღამის 12 საათი. პირველი. რა ბედნიერებაა რა. რა ბედნიერებაა, შეიძლება ცრემლები წამომივიდეს. ბრავო. ამაზე მეტი ბედნიერება ალბათ არ არსებობს რა. ჩვენ დავდეთ შედეგი, კი. რა თქმა უნდა. Three, two, one, go. Just stop it crying, it's a sign of the times. We gotta get away from here. We gotta get away from here. Just stop it crying, it will be რა სასიამოვნო არის ეს ყველაფერი რა. ძალიან სასიამოვნოა. ძალიან სასიამოვნო და ტკბილი. მამიკო, მოწყვიტე მიდი აბა პომიდორი, მოწყვიტე მამა, ხო, ესე ხო მამა, ჩამოწიე. მოკიდე მაგრად ხელი მამა. ვა, ჩამოვარდა მამა, აიღე მიდი. აიღე მამიკო. ხო, დაბლაგდია, აიღე მამა. ხო. მიყვარ ხარ მამა. ჩვენ გამოგვივიდა მამიკო. მიდი აიღე მამიკო და წამოდი, მიდი. ყოჩახ მამა, აიღე. აიღე მამიკო. წამოდი მამა, წამოდ. კილეცვალე მა. პირველი პომიდორი შენ მოწყვიტე მამა. ყოჩახ. მიყვარ ხარ მა.